კრემლი სრულად აცნობიერებს მზარდ ასიმეტრიას და მისი სტრატეგიული ავტონომიის ეროზიას, მაგრამ ის ამ რეალობას ეგუება. ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინაში ომი და დასავლეთთან დაპირისპირება უმთავრეს პრინციპად, რეალურად კი პირდაპირ აკვიატებად იქცა, რაც მთელი სახელმწიფოებრივი მექანიზმის დამორჩილებას გულისხმობს. ამ სოფხედველობაში ჩინეთის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, ხოლო მისი ფასი მეორეხარისხოვანი. პუტინმა თავად წარმოადგინა მოსკოვის სტრატეგიული შემოbrunების იდეოლოგიური გამართლება ჩინეთისკენ, ღრმად ფესვგადგმული ისტორიული ანალოგიების საფუძველზე. 2023 წლის 3 ნოემბერს რუსეთის სამოქალაქო პალატასთან შეხვედრისას მან მოიხსენია მე-13 საუკუნის პრინცი ალექსანდრე ნეველის ფიგურა. პუტინმა თავის აუდიტორიას შეახსენა, რომ ნეველი აღმოსავლეთით ოქროს ურდოში გაემგზავრა იარლიკის, ანუ მმართველობის ოფიციალური ლიცენზიის მისაღებად, რაც მას საშუალებას აძლევდა მოეკრიბა რუსეთის დასავლელი დამპყრობლებისგან, კერძოდ ტევტონთა ორდენისგან, დასაცავად საჭირო ძალები. პუტინმა ღიად განაცხადა, ურდო ამპარტავნულად და სასტიკად იქცეოდა, მაგრამ ისინი არ შეხებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენს ენას, ტრადიციებსა და კულტურას, ზუსტად იმას, რის განადგურებასაც ცდილობდნენ დასავლელი დამპყრობლები. ბევრი თვალსაზრისით იგივე ხდება დღესაც. ანალოგია საოცრად გულწრფელია. პუტინისეული გადმოცემით თანამედროვე ურდო ჩინეთია, ხოლო დასავლელი დამპყრობლები ნატო და შეერთებული შტატები. გაბუევის ინტერპრეტაციით პუტინის შეგნებულ სტრატეგიულ არჩევანს აკეთებს. მას ურჩევნია იყოს ჩინეთის ვასალი, რომელიც არ ერევა რუსეთის შიდა საქმეებში და არ ემუქრება მის კულტურულ იდენტობას. თუ ეს დამოკიდებულება საშუალებას მისცემს მას აწარმოოს ის, რასაც ის ეგზისტენციალურ ბრძოლად მიიჩნევს დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილია როგორც დეკადენტური და სასიკვდილოდ საშიში რუსეთისთვის.